როდესაც რაიმე ცუდს ვაკეთებთ, როგორც წესი, დანაშაულის გრძნობა გვეუფლება. მორალური გაუცხოება კი გვაძლევს საშუალებას დავაშავოთ და მაინც კარგად ვიგრძნოთ თავი. იმაში დარწმუნებულებმა, რომ ჩვენივე მორალური სტანდარტები ჩვენზე არ ვრცელდება. ეს ფსიქოლოგიური ფენომენი 8 ფორმით ვლინდება. მათში გასარკვევად გაიცანით სოფო, 16 წლის გოგონა, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა. როცა მასწავლებელი მჩაგვრელებს პასუხს სთხოვს, ისინი თავის გასამართლებლად მორალური გაუცხოების სხვადასხვა ტიპს იყენებენ. პირველი პასუხობს გიორგი. მე უბრალოდ მისი გამოწრთობა მინდოდა. სამყარო მკაცრი ადგილია და თუ მას პატარა დაცინვის ატანა არ შეუძლია, როგორ აპირებს გადარჩენას. გიორგი მორალურ თავის მართლებას იყენებს, რათა თავისი ქცევა საზოგადოებისთვის სასიკეთო სამსახურად წარმოაჩინოს. ნიკო ამბობს: ჩვენ უბრალოდ ხუმრობდით, დიდი არაფერი მომხდარა. ბულინგისთვის ხუმრობის დარქმევა ქმედებას იმაზე უწყინარ რამე დაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. სწორედ ამიტომ ეწოდება ამას ევფემისტური იარლიღი. ანა პასუხობს: სხვა ბავშვები ქურდობენ, ჩვენ უბრალოდ ვერთობოდით. საკუთარი თავის უფრო უარეს ქმედებებთან შედარებით, ის თავის საქციელს წარმოაჩენს მისაღებად. ანა თავის გასამართლებლად ხელსაყრელ შედარებას იყენებს. შემდეგი დიანაა. ჩემი ბრალი არ არის, სხვებმა მაიძულეს. ის ირგებს მსხვერპლის როლს და ამტკიცებს, რომ უბრალოდ ბრძანებას ასრულებდა. ამას პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრება ჰქვია. დიტო გაბრაზებულია. მე რატომ გამომარჩიეთ? მარტო არ ყოფილვარ, ამას ყველა აკეთებდა. სხვა მონაწილეებზე ხაზგასმით ის საკუთარ როლს აკნინებს და ამით პასუხისმგებლობის დიფუზიას, ანუ გაფანტვას ახდენს. სანდრო პრობლემას ვერ ხედავს. აზუიადებს, მონსტრები ხომ არ ვართ ხალხს ცოცხლად რომ ჭამენ. სანდრო ცდილობს შეამციროს დანაშაულის გრძნობა სოფოს ემოციების დაკნინებით და შედეგების იგნორირებით. ნიკა დეჰუმანიზაციას მიმართავს, როცა ამბობს: ის უცნაურია და მისი ადგილი ზოოპარკშია. ის მიანიშნებს, რომ სოფო ცხოველია და შესაბამისად ნაკლებად იმსახურებს პატივისცემასა და ემპათიას. ტატოს ეცინება: თუ არ უნდოდა რომ დაგვეცინა, ასე უცნაურად არ უნდა მოქცეულიყო. მისი ბრალია. ნახეთ რა აცვია სკოლაში. ტატო სოფოს ადანაშაულებს და თავის ქმედებებს მხოლოდ საპასუხო რეაქციად წარმოაჩენს. ამას ბრალის მიწერა ეწოდება. მასწავლებელი ხვდება, რა ხდება სინამდვილეში. ის თითოეულ მოსწავლეს პირადად ეუბნება, რომ მსგავს ქცევას თავის კლასში არ მოითმენს. 8 მჩაგვრელს ერთი კვირით სკოლის დატოვებას სთხოვს და დავალებას აძლევს, რომ თავიანთ უსაფუძვლო თავის მართლებებზე დაფიქრდნენ. მომდევნო კვირას მასწავლებელი კლასს ამ 8 პრინციპს აჩვენებს და უხსნის, როგორ შეუძლია მორალურ გაუცხოებას ძალადობის ზრდა და ემპათიის შემცირება გამოიწვიოს. ეს თეორია შეიმუშავა ალბერტ ბანდურამ, ფსიქოლოგმა, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ნაშრომებით სოციალური დასწავლის თეორიაში. მორალურ გაუცხოებაზე ბანდურა წერდა: ადამიანების უმეტესობას აქვს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც ისინი თავიანთი საქციელის მორალურობას აფასებენ. თუმცა ასეთი თვითრეგულაციები მათი გააქტიურების გარეშე არ მოქმედებს. შენ რას ფიქრობ? გამოგიყენებია ოდესმე მორალური გაუცხოება ცუდი საქციელის გასამართლებლად? და როგორ ფიქრობ, იქნებოდა სასარგებლო სკოლის მოსწავლეებისთვის ამ თემის შესწავლა? გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში.